გაინტერესებს ჩემო კარგო, რა გელოდება შენ სორველებში, მომავალში რა გელოდება, მაშინ უყურე. თქვი შენი სახელი, ჩაიფიქრე შენი სორველები და შევხედოთ რა გელოდება მომავალში. დავიწყოთ. ჩემო კარგო, აქ ორ პიროვნებას ვხედავ. ბიჭები არიან. რაღაცა გულგატეხილი დგანან. ამას მიაქციე ყურადღება. შენ მოულოდნელად რო არ ელოდები, წარმატების დრო შეაფრიალებ. წარმატება გელოდება, რაღაცა საქმეს მოაგვარებ. ახლა რო გკითხო, თითქოს რაღაცა გინდა რომ გააკეთო, თითქოს რაღაცა გინდა რომ შეცვალო, მაგრამ პუსტად დგეხარ. მაგრამ მოითმინე, მოულოდნელად წარმატება გელოდება. ამოგივიდა ცოლშვილიანი მამაკაცი. თითქოს სიხარული მოაქვს შენთან, ჩემო კარგო, მაგრამ მაინც საქმე იმდენად თითქოს არ გვარდება, ან შეიძლება ცოტა დრო დაგჭირდეთ. მომავალში რა გელოდება, ჩემო კარგო, და რითი დამშვიდდები, იცი? სახლის ჭერი გიჩანს. ვინც სახლს ჭერს ელოდება, შეძენა უნდა, ან რაღაცის გაკეთება უნდა, შეიძლება სახლში გინდა. დიდი სიხარული გელოდება, ჩემო კარგო. სახლი და დიდი სიხარული გელოდება. კაკი. ამჟამად ცოტა ნერვეობა გაქვს. ლაპარაკი გაქვს და ნერვიულობა გაქვს, ჩემო კარგო. პატარ-პატარა სიხარულებიც გიჩანს. ნახოთ აბა რა დაგრჩება. მოკლე ხანში, მოკლე ხანში, რაღაცა საქმეებს აუცილებლად აგვარებ. ეს ცოლშვილიანი ტიპი. მომავალში სიხარული გელოდება, ცოტა შეფერხებები ჩანს მეთქი. ამჟამად შეიძლება რაღაცის გაკეთება უნდოდეს, შეიძლება რაღაცის მოლოდინში იყო. მაგრამ ეს ტიპი ჯერჯერობით, ჩემო კარგო, პუსტად დგას. შენ რა გელოდება? აუცილებლად ან ადგილის ცვლილება გელოდება, ან რაღაცას შეძენა გელოდება, ჩემო კარგო, და დიდი სურვილის შესრულება გელოდება. კარგი, იქამდე არ დაგავიწყდეთ ახლა ვიდეოს მოწონებები, ჩემო მეგობრებო, და მე კი გავაგრძელებ. ეს პერიოდი, არ ვიცი, თუ რამე გაქვს ისეთი ჩაფიქრებული, ჯერ ან ტელეფონის ყურმელი გელოდება, ან საქმიანი ლაპარაკი გელოდება და ამით მშვიდდები. ვისაც პირადი კონსულტაცია სურს, ვერფასო მეგობრებო, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 557 64 38 81. გეონები სურვილი კარებს გიხსნის, ჩემო კარგო, მაგრამ ჯერჯერობით ლაპარაკი გიჩანს. დარდით დგეხარ, ან ძალიან განცდები გაქვს, ან ძალიან დიდი დარდებში ხარ, ან ცოტა ავათა ხარ, მაგრამ ეგ იცოდე, ამ დარდების მერე სიხარული გიჩანს. შავთმიანი ქალბატონია, ან ქვრივი ქალია, მამაკაცი უდგება ამ ცოლშვილიან ბიჭს. გვერდზე უდგება და რაღაცა ფული უჩამთ, ჩემო კარგო, ფულით დაგიდგებიან. შენ აუცილებლად რაღაცა თანხა ხელში გიჭირავს, სიხარული გაქვს, მაგრამ ხედავ ჯვარესრვიანი ამოგივიდა, ჯერ თითქოს კიდე ან რაღაცა არა ყოფნია, ან შეიძლება ჯერ მოსაგვარებელი საქმე კიდე გელოდება, მაგრამ როგორც ასე, შენი სურვილები პუსტა არაა, ჩემო კარგო. აუცილებლად იხსნება შენი სურვილების გზები. ნახოთ კიდე.
ეს ერთი თვე ან ერთი თვის განმავლობაში შენ სურვილებზე ჩემო კარგო ჯერჯერობით ზედ დარდი აწევს ხო ხედავ ჯერ დარდით არის შენი სურვილები უცბად თუ გინდა ახლა უცბად რაღაცა იყოს ჩქარა ასე არა ჯერ დარდი გელოდება ამიტომ ცოტა უნდა მოითმინო პუსტა არ არის შენი ჩანაფიქრე მაგრამ ჯერჯერობით დარდი და განცდა მოგივიდა მამაკაცი გიდგას გვერდზე თითქოს საეჭოთ დგეხართ რა გააკეთოთ არ იცით რაღაცა დრო იწელება ფულზე ცოტა ნერვიულობა ამოგივიდა გულგატეხილი დგეხარ და ძალიან ჯავრეთ დგეხარ ჩემო კარგო ეს ერთი თვე ტყუილად ეს ახლო პერიოდებში ჯერ ნურაფერს ნუელოდები და ტყუილად ნუ დარდობ აი სულ ტყუილად დარდობ იმიტომ რომ მომავალში შენ ძალიან დიდი ბედნიერება, სიხარული, სახლის ჭერი გელოდება. ფულს ჩაიგდებ ხელში ჩემო კარგო, ამჟამად ცოტა არ იყოს რაღაცა პატარა დარდი ამოგივიდა ფულზე, მაგრამ იცოდე, აუცილებლად სურვილის შესრულება გელოდება. ახლა დროებით გემშვიდობებით და თუ კონსულტაციაზე მობრძანდებით, უფრო სრულად გაიგებთ თქვენს მომავალს. ნახვამდის.